გაქცევა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია, ძალიან წარმატებული პრეზიდენტი, როგორც ეს სატელევიზიო არხებიდან ჩანს, სახელმწიფო არხებიდან ჩანს და ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ცუდი, შეთიკო, შენ რა სიტყვია მოდი 7 წელი ადამიანი არის საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან წარმატებული კიდევ ერთხელ ვიძახი და ოპოზიცია ყოველთვის იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, ის უკვე აღარ არის ხალხის ნდობით აღჭურვილი, არაფერი აღარ შეუძლია, მან უკვე თავის რესურსი ამოწურა, ეთანხმებით ამ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი რესურსი ამოწურა? უთქმოს და გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში. თქვენ მინდა გითხრათ თქვენ ეს ობიექტივი მაუწყებლობა ჟურნალისტთა კავშირი მე მოხარული ვარ თქვენ მწვერვალზე იმყოფებით იურისტთა კავშირიც გამოიყურებით რა თქმა უნდა ძალიან მშვენიერად და მადლობა თქვენს რომ იმყოფებით კვლავინდებურად ზუსტად იმ ბრძოლაში და იკვლევთ თუ რა არის მიხეილ სააკაშვილის ეს საშინელი ქმედებები რაც ხალხის აგრესიას იწვევს უკვე აშკარად და უკმაყოფილებას. მაინც შეეხება 85% მე ვეთანხმები, შეიძლება უფრო მეტითაც ხალხის განწყობას, იმიტომ რომ ჩვენ აქ ფიქრობ დრო არც გვეყოფა რომ შევიდეთ სიღრმეებში თუ საქართველოს რა პრობლემები უდგას დღეს და არა ის მოჩვენებითი სატელევიზიო შოუებს რო გვთავაზობენ და ვითომ რომ ყველაფერი დაალაგებული არის ძალიან დიდი ხანი მოგვიწევს მაგისთვის სასაუბროთ, მაგრამ შევეცდები რომ მოკლედ ჩამოვაყალიბო. ესე იგი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ირაკლი მელოვრებმა და ლელი მისაუბრეს ჩამოვაყალიბეს ვრცლად, შეეცადნენ რომ უფრო კარგად გადმოეცათ ქართული პარტია რას აკეთებს და რას თავაზობს ხალხს. ქართული პარტია დგას სამ ძირითად ფუნდამენტზე, ეს არის თვითმყოფადობა, აუცილებელი, უსაფრთხოება, პირველ რიგში აუცილებელი, მეორე უსაფრთხოება და მესამე პროგრესი, რომელიც შექმნის საქართველოს კეთილდღეობას. ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ცვლად გავშალოთ თვითმყოფადობაც და უსაფრთხოებას და პროგრესი რა ფორმებით უნდა იყოს გაძლიერებული და რა არის საჭირო. აი ამ სამ ძირითად ფუნდამენტს ხედავთ რომ არის დარღვეული მიშა სააკაშვილის და მისი გუნდის მხრიდან ჩემო კარგი ადამიანი. და აქედან გამომდინარე მე ვეთანხმები ხალხის მოსაზრებას რომ იგი არის ვირტუალური მმართველი და არა თავიდან 2003 წელს რევოლუციის დროს როცა ხალხთან იდგა მართლა მიშაც სურას და ნინოს და როცა საუბრობდნენ და აჯერებდნენ, ცდილობდნენ მაშინ ყოფილიყვნენ ობიექტურები და მართლები ელემენტარულად დღეს შეიცვალა სამწუხაროდ და ვირტუალური გახდა ეს ყველაფერი. და შენ როგორ ფიქრობ, ეს დაჭერები, ტერორი, შიმშილი, გაჭირვება, უმუშავრობა ყველაფერი ვირტუალურია დღესდღეობით? გაჭირვება, ტერორი, დაჭერები, ეს ზუსტად ვირტუალური არ არის, ჩემო ფორცელდება, მაგრამ ინფორმაციის საშუალება გადის ძალიან მცირე და მაგაზე ვიხსნიან, რომ ზუსტად უსამართლო დაჭერები რო ხდება, უსამართლოდ იჭერენ ადამიანებს, ზოგს რას უდებენ, იმიტომ რომ თავისუფალი აზრი გააჩნია ადამიანს და აზრის გამოხატვის უფლებას ართმევენ ერთი და მე შემდეგ რომ მოისმინოს სხვისი აზრი ადამიანმა, იმის უფლებაც აღარ აქვს ამ ქვეყანაში და ცდილობენ ზუსტად ეგ გადაფარონ თავისი ვირტუალური ქმედებებით, რომ ვითომ ეგეთი არაფერი არ ხდება, მაგრამ თქვენნაირი ჟურნალისტები საბედნიეროდ რომ არსებობენ დღეს ქვეყანაში და ადამიანები, რომლებსაც ცდილობთ ერთად გავიტანოთ ინფორმაცია და ხალხს მივაწოდოთ, ძალიან მოხარული ვარ. ცდილობთ ერთად გავიტანოთ ინფორმაცია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ერთიანები, ერთნი. რატომ არ უერთდება თქვენის აზრით თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია სახალხო კრებას ქართული პარტია? მაშინ, როდესაც სახალხო კრება გამოცხადდა როგორც სახალხო საყოველთაო, რომ ყველა ადამიანს შეუძლია შეუერთდეს და დადგეს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია საქართველოს ამ ხელისუფლების და ამ რეჟიმის გარეშე. როგორ ფიქრობთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი ძალიან მაინტერესებს, რატომ არ დგას
ქართული პარტია სახალხო კრებასთან და რატომ გაიმიჯნა, რატომ დაიხო, დაიქსახსა კიდევ ოპოზიციური სპექტრი? რაც შეეხება ამ კითხვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი მადლობა თიკო. მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვას ჩვენ პასუხი გავეცით. ამ კითხვას პასუხი არა, კი ბატონო, გეტყვი ახავე. ბატონო, ობიექტივში არ ვარ, თუმცა ყველა ნახა ალბათ ამ კითხვაზე ძალიან ემონტურულად პასუხი გასცა ირაკლი ოქროაში. ობიექტივს უყურებს 12 ქვეყანა. კი ბატონო, გასაგებია. ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ შეიძლება მათ უბრალოდ სახელმწიფო არხებიდან არ კონდეთ საშუალება, რომ 25 სექტემბერი სახალხო კრება, რომელიც შეიგრება, ეს იყო საფრთხის მუშტი, რომელიც გასხდა და არაფერი შედეგი არ დადგა აქედან გამომდინარე. 25 ნოემბერი მივიდა ხალხი რაღაცა იმედით, ეს საფრთხის მუშტი გაიბერა, გასხდა და შედეგი არის ნული. აი ეს არის მეტი არაფერი. თუ შეიძლება დავუმატო. და მარტივია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ნამდვილად მარტივია ამ შეკითხვაზე პასუხი. ჩვენ ვქნით ისეთ პოლიტიკურ ძალას, ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც როგორც ახლა მოგახსენეთ, მარტო მიზნად იმას კი არის ახავს, რომ პრეზიდენტი გადადგეს, არამედ მიზნად ისახავს სახელმწიფოს განვითარებას. ჩვენ ამ შემთხვევაში რაღაც დრო გვჭირდება, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ჯერ ბოლომდე არ არის შექმნილი, არ არის მომზადებული. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანისთვის, პირადად ჩემთვის თუნდაც ამ სახალხო კრების მოსაზრებები და იდეოლოგია მისაღებია ადამიანურ დონეზე ვაუბრობთ, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ამ შემთხვევაში დღეს მე არ მაქვს ახლა ზოგადად უფლება რომ პარტიის სახელით ვილაპარაკო კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ჩემს პირად მოსაზრებას მოგახსენებთ. ჩვენ არ ვართ ჯერ მზად. არ გაქვთ უფლება პარტიის სახელით ვილაპარაკოთ. არა, პარტიის წევრი ხარ. პარტიის წევრი ვარ თავისთავად, მაგრამ პარტიის სახელით ამ შეკითხვაზე პასუხი გასცეს უკვე ლიდერებმა და დააფიქსირეს პარტიული პოზიცია. მე როგორც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ ამ შემთხვევაში თქვენთან ობიექტივში. ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩავებად სხვის მიერ ფორსირებულ ისეთ პოლიტიკურ პროცესში, რომლისთვის ჩვენ არ ვართ. ვინ არიან ეს ხობი, როცა ადგილი აქვს, როცა სახეზე სახალხო კრება, ხალხის სახალხო, ეს არ ნიშნავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ეს არ ყოფილა ფორუმის კრება, ეს არ ყოფილა ბურჯანაძის კრება და არ ყოფილა იგივე კონსერვატორების კრება. ეს იყო სახალხო კრება. არ ეთანხმებით ამ სათაურს, ეს არის შეცდომა, ეს არ არის სახალხო და ეს არის პარტიული კრება თუ რაც გულისხმობთ. თავისთავად პოლიტიკური პარტიები არის ამ სახალხო კრებაში ყველა კარგად ვიცით, შეერთებული. ისინი აცხადებენ, რომ შედიან როგორც პიროვნებები, ინდივიდები და არა პოლიტიკური როგორც პოლიტიკური პიროვნებები. ჩვენ მათ გვერდში დგავართ ადამიანურად, მაგრამ პარტია ჩემის აზრით ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ ჩაება ამ პროცესში. იმიტომ რომ პიროვნებები, ლიდერების მაგალითად პასუხს ვერ გაგაცემ სამწუხაროდ პიროვნულად ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მათი პრეროგატივაა თვითონ მოგიპასუხონ თავიანთ პიროვნულ მოსაზრებებზე და ჩემი მოსაზრება ესეთია ნამდვილად, რომ მე ვეთანხმებ მათ პოზიციას და არ გამოვიწყავ, რომ მიტინგებზე წავიდე და უდგე გვერდში ყველანაირად, მორალურად და ფიზიკურად. თქვენ ხომ არ შეთიკა განსხვავებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რატომ არ უერთდება სახალხო კრებას ქართული პარტია? მოგახსენებთ ჯერ ეს ერთი თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად უნდა დავასუსტოთ ეგ საკითხი. არ უერთდება ეგ არასწორი შეფასებებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ 24-ში ესწრებოდით ჩვენ პრელობას ფილარმონიაში და არ ესწრებოდით სამწუხაროდ. მაგრამ იქ გაჟღერდა ჩვენი ლიდერებისგან, როგორც ლევანისგან, ლევან და ჩეჩელაძესგან, ისე ბატონი დავით მაღრაძეც იყო მოსული და დამსწრე საზოგადოება ისმენდა ყველაფერს და გაჟღერდა ჩვენი ლიდერებისგან, რომ იდგებიან იქ, სადაც ყოველთვის ხალხი იდგა და დგას. ანუ ეს კონკრეტულად მითითებაა, რომ 25 ნოემბერს მე არ მინახავს ერთ-ერთი მათგანი. შეიძლება თქვენ ვერ შევხვდით. თქვენ შეიძლება პიროვნულად ვერ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ იქ ვიყავი პიროვნულად, მესწრებოდი სახალხო კრებას. ძალიან გვაწმოსილი ადამიანები არიან, საინიციატივო ჯგუფი შექმნილი რომ აქვთ, ძალიან გვაწმოსილი ადამიანები არიან და დიდ პატივისცემას ემსახურებენ და მაინტერესებდა მაგათი აზრი გამოსავალს როგორ ხედავენ, რაში ხედავენ და რაც თავარია ჩვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და თავმჯდომარემ ბატონმა სოზარმა გააკეთა განცხადება,
რომ სახალხო კრების ერთ-ერთ წარმომადგენელს უთხრა ბატონ ირაკლი ბათიაშვილს, რომ აუცილებლად უწმინდესი სიტყვებია, რომ წყალიო მიდგებაო, მოდგებაო და თავის კალაფუთში აუცილებლად ჩადგებაო და ახალი შექმნილი რადგან არის ჩემოთიკო პარტია, ხო? 6 თვე ჩვენ იმისთვის მაინც გვჭირდება, რომ ქართული პარტია აუცილებლად აპირებს, რომ გახდეს ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული ძალა, ვინც შეცვლის ანუ მაინც არჩევნებისთვის ამზადებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არჩევნებისთვის ვემზადებით და ძლიერდებით. ჩვენ ახლა ერთი თვე და რაღაც დღეები არის, რა შეიქმნა ჩვენი პარტია და ახლა რო გამოსულიყავით, ჩვენ ხორცს ვისყავთ ახლა ხდებით და გამოსულიყავით და პარტიის სახელით გვეთქვა, რომ კი უერთდებით, ეს არასერიოზული იქნებოდა ბევრად. პიროვნებები პარტიის ის ლიდერები, რომლებიც დღეს სახალხო კრებას წარმოადგენენ, ძალიან დიდი ხანია. ზოგადად ჩართულები არიან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგივე სეზარ სიტყვა, იგივე კოკაკაჩიჩილაძე. ყველა მათგანი მეტწილად ჩართული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში პროცესებში და ერთად ცდილობდნენ ამ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. როგორ ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ აი ამ წლების განმავლობაში არაფერი არ გამოვიდა და მაინც და მაინც აი ამ ადამიანების ერთობით გამოვა რამე. იქნება ესეც არის იგივე დროის ფუჭატკარგვა და როგორ ფიქრობთ, ძალიან მაინტერესებს ამ ცესკოს პირობებში, რა პირობებშიც დღეს ტარდება არჩევნები. როგორ შეიძლება ქართულმა პარტიამ შექმნას ისეთი ალტერნატივა და მოიგოს არჩევნები? როგორ შეიძლება ამ ცესკოს პირობებში რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიგოს არჩევნები? ძალიან მაინტერესებს გულწრფელად. რაც არ უნდა გაძლიერდეს თქვენ და ყველას და როგორ შეიძლება ამ ცესკოს პირობებში არჩევნების მოგება? აუცილებლად დგება საკითხი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ალტერნატიულ ძალას ვაყალიბებთ და უკვე ძალიან ახლო მომავალში ქართული პარტია იქნება ისეთი სიძლიერის და ისეთი მასშტაბური, რომ შეძლებს ამ მახინჯი დამახინჯებული უკვე სააკაშვილის პარტიის ქრისტიან დემოკრატების ლიდერების სიტყვებს მაგონებს თქვენი სიტყვები. ომარ დაემსგავსება ქართული პარტია ქრისტიან დემოკრატია. ქართული პარტია იქნება განსხვავებული აუცილებლად თქვენ გთხოვთ, რომ უფრო აქტიურები იყოთ და თვალყური ადევნოთ ჩვენს შემდეგ პროგრესს და განვითარებას და ძალიან მცირე დროში ვაპირებთ ძალების აი 5 ლიდერის შეერთება, ზუსტად მაგის ნიშანი არის, რომ უნდა გახდეს ცენტრი ამ პოლიტიკური პარტიების და არ უნდა იყოს ერთ ადამიანზე დაფუძნებული და ზუსტად ეგეთი პარტია შეიქმნა, რომელიც შექმნის ალტერნატივას ისეც, რომ დაამარცხებს ამ საშინელებას და ჩვენ ვიცით როგორ არის, რაც შეეხება CSKO-ს ამ პირობებში გამარჯვებას არჩევნებში, ხო? მე ვფიქრობ, რომ ცვლილებებთან ერთად, რა თქმა უნდა, შეიცვლებიან ის ცუდი ადამიანები, რომლებიც აქამდე აყალბებდნენ და ამას გაიოთ სულ რაღაც 4 თვეში ამ ყველაფერს. ზეთან ახსენეთ საარჩევნო გარემოს მანკიერი გარემო, რომელშიც როდესაც და რის პირობებშიც ხდებოდა ყოველდღიური გაყალბებები, ზეცოლა ხალხზე და ასე შემდეგ. უკანასკნელი გამოცდილებაც გვაძლევს ამის მაგალითს. და გაინტერესებდა თუ როგორ შეიძლება ამ საარჩევნო გარემოს პირობებში მოვიგოთ ჩვენ. წეხან იყო საუბარი რაოდენობაზე პარტიის წევრებისა. პარტიის წევრების რაოდენობა იმ დონეზე გაიზრდება თუ თანამდებობაში. გეტყვით, არა, ნუ წეხაც დასაწყისში ხო ვისაუბრეთ. გეტყვით. რამდენი არის? ცოტა ხანში და 2000 სულ რაღაც ცოტა ხანში თქვენი თვალით დაინახავთ, რომ ჩვენ იმდენი ვიქნებით. იმდენად დიდი ძალა ვიქნებით, რომ ყველა საარჩევნო უბანზე 1, 2 და 3 თავჩაგინდრული კი არ იქნება, ბრძოლისთვის მზად ადამიანი იქნება. ჩვენი პარტიის წევრი, რომელიც არ მისცემს საშუალებას ამ მანკიერებას, რომ განხორციელდეს, არ მისცემს საშუალებას, რომ გაყალბდეს არჩევნები, არ მისცემს საშუალებას, რომ ბოდიში და მიკროავტობუსებით ერთი საარჩევნო უბნიდან ატარონ ხალხი, მეორე საარჩევნო უბნამდე და კარუსელები ჩაატარონ. ვიქნებით ის ზალა, რომელიც იტყვის, რომ აი ეს ხდება, რომელიც იტყვის, რომ აი აქ ეს გაყალბდა.
ვიქნებით ის ზალა, რომელიც არ მისცემს საშუალებას. აქამდეც ამბობდა საპრეზიდენტო არჩევნების საკმარისად არ ვიყო. ამბობდა რომ გაყავდა არჩევნები. საერთაშორისო საზოგადოებისგან ძალიან ბანალური ფრაზები უნდა ვთქვა, ყოველთვის არის შეშფოთება და ასე და ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში გეტყვით რაც არის. თელმა საზოგადოებამ რომ ყველა ეს არჩევნები, იგივე ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო საპრეზიდენტო თუ ასე შემდეგ, ძალიან ბევრი არჩევნები ჩატარდა 2007 წლიდან დღემდე. ყველა არჩევნები ვიცით რომ გაყავდა, მაგრამ რეალობა არის სხვა. დღეს ისევ იმ ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ და ისევ არის მოლოდინი 1 თვე 25 ნოემბერი 4 თვე თუ ასე შემდეგ. მე არ გეგონათ რომ ვარ ან სახალხო კავშირის კომაგი ან რაიმე სხვა პოლიტიკური სუბიექტი. ის ძალა ვიქნებით ჩვენ ვართ კიდევაც და ვიქნებით დროთა განმავლობაში, როცა შოთიკოს დავლესესების სიტყვებს ხორცს შემისხავთ ბოლომდე და ჩვენს იდეებს განახორციელებთ. სუსტად ის ძალა ვიქნებით, რომელიც არა მარტო ილაპარაკებს, რომელიც არა მარტო იტყვის რომ გამოვა და იტყვის რომ იცით რა მეგობრებო, დღეს ამ და ამ საარჩევნო უბანზე გაყავდა არჩევნები, ბიულეტენები. დიახ. უხლჩაუხრებად. ისეთ ბრძოლას იმ წესებში, როგორი წესებითაც შემოგთავაზებს ჩვენი ხელისუფლება. ეცაც დავამატებ ჩემო თვითფასებო რომ ჩვენ ზუსტად იმას ვცდილობთ რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველა პარტიის თავარი ამოცანა დგება როდესაც მართლა დემოკრატიული არის ქვეყანა და ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ თავისუფალ პირობებში არჩევნების გზით ცდილობს ყველა პარტიის თავარი ამოცანა დგება რომ არჩევნების გზით შეცვალოს თავის მორბედი. აქედან გამომდინარე ჩვენს ვცდილობთ რომ რადგან დემოკრატიული ქვეყანა ქვია ჩვენ საქართველოს და ჩვენ სახელმწიფოს დავიცვათ პირველ რიგში დემოკრატიული კანონი. Omar ფიქრობთ რომ ამ დემოკრატიულ ჩარჩოებში მოქცევამ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილის თავისი საპრეზიდენტო ვადა და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი ვადა აქვს წინ ხელისუფლებაში ყოფნის ამ ადამიანს. Omar ფიქრობთ რომ იგივე 300,000 ადამიანი გამოსული ქუჩაში არ და ჩამოამტვიო ჩუშა არ ჩამოვარდეს არც ერთი ფურცელი ყვავილს და ასე შემდეგ ფოტოს ხეს ფოტოლი ძალიან ბევრი ამგვარი მოწოდება იყო ლიდერების მხრიდან. ხომ არ შეუწყო ყოველივე ამან ხელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას. მე მაგალითად როგორც ჩვენ ახლა თანატოლები და აყვებით, აი ჩემ აზრს გეტყვით და მაინტერესებს თქვენი აზრი შემდეგ ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება. მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში ჩვენ ახლა წარსულზე ვლაპარაკობთ და რა თქმა უნდა წარსული ყოველთვის უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ გადადგმული ის ნაბიჯები მე პირადად სამწუხაროდ როგორც ახალგაზრდა და სამწუხაროდ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საქართველოში უკაცრავად და ძინ ავზაო საერთოდ უკაცრავად ხო აი მე მგონი რა შემოვაწყვეტა უნდა რომ აივით უნდა ძალიან სიზმრებში რო არიან ცოტა გამოფხიზდნენ და დადგნენ მეტკრად საქართველოს სადარაჯოზე და აქედან გამომდინარე მე მინდა ჩემი შეფასება გავაკეთო ისტორიას ვეცით ყველა თვითოულმა ადამიანმა პატივი რომ ფოთოლი არ ჩამოვარდა ზუსტად საქართველოში ჩვენ გადავდგით პირველებმა ნაბიჯი ისტორიასთან შვიდობისკენ სიყვარულისკენ ურთიერთპატივისცემისკენ 6 მაისს და ასე შემდეგ ჩვენ შეცდომები არის ძალიან ბევრი ხელისუფლების და ეს შვიდობა კეთილდღეობა და სიყვარული ამ პროცესით რომ მიმდინარეობდა, რაც მიმდინარეობდა, არჩევნები გააყავეს, რაზეც საუბრობდით, შემდეგ იყო 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა და უყვიროდა და მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდა და არ გაითვალისწინეს და ეს ჩვენ გადავდგით მინდა ეს აღვნიშნო ისტორიასთან ხალხმა გადადგა მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სიყვარულისკენ და თუ უნებლიეთ იყო ის შეცდომები დაშვებული ხელისუფლების და ხელისუფლების მხრიდან, რაზეც ხალხმა პროტესტი გამოხატა, ოდნოსით მიართვა ამ ხალხმა და დაავალდებულა ზუსტად იმისთვის, რომ ეს სიყვარული, კეთილდღეობა და მშვიდობა გაენაწილებინათ ზუსტად თავისი ხალხისთვის. თუ უნებლიე შეცდომებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ ტაქტიკური მოქმედებით მასკა ჩამოეხსნა ამ ბოროტებას და დაიწყო ამ სამი ჩამოთვლთაგან სიყვარული, კეთილდღეობა და მშვიდობა რომ უნდა მიერთვა თავის ხალხისთვის, ხო? დაიწყო ბოროტების განაწილება.
ტიკო. და აი ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი ზუსტად იმისთვის, რომ მთელ საზოგადოებას და მთელ ახალგაზრდობას და უფროსთაობას დაენახა, რომ არა უნებლიე შეცდომებთან იყო, როგორც 2008 წლის აგვისტოს ტომი, 2007 წლის 7 ნოემბერი და ასე შემდეგ, რაზეც ბოდიშს იხდიდნენ შემდეგ 7 ნოემბერს მოიხადა ბოდიში ხელისუფლებამ ის ვირტუალური ისეც და დღეს გაიმეორა 6 მაისი. ხო, 6 მაისს ჩვენ კიდევ გვეგონა რომ ხელისუფლებამ ეს ჩვენ საუბრობთ წარსულზე და მე მეამაყება რომ ქართულმა ხალხმა გადადგა მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ ნაბიჯი და ისტორიასცა პირველ რიგში თავის ისტორიას პატივი. ეხლა თუ შეიძლება გავაგზავნოთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უკვე დღევანდელ დღეზე და მომავალზე. ქართული პარტია როგორ უყურებს და რა ალტერნატივას თავაზობს. და თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ შეფასებაში. ჩემი აზრი ასეთია, თუმცა ფორმატში არ ჭდება თქვენი მეკითხები და თუმცა კი პასუხებთ, რომ ჩემი აზრით თუ კითხვა გეამაყებათ ქართული ხალხის ასაქციელი, მე არ მეამაყება, მე სირცხვილება, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა რეალურად ვერ დაანახა მთელ ვერც მსოფლიოს, ვერც ხელისუფლებას და ვერც საერთოდ ვერავის, რომ რაიმეს შეცვლის უნარი აქვს. იგივე სხვა ქვეყნებში რომ შევხედოთ, ძალიან ბანალურია ამ წუთას ყველა ყოველთვის ექსპერტები იქნება ეს პოლიტიკოსები თუ უბრალო ადამიანები, ქართულ ხალხს ადარებენ იგივე ბერძენ ხალხს, ფრანგ ხალხს. მე მგონია რომ ადამიანის პროტესტი, თუ არის იგი პროტესტი, თუ არის რა თქმა უნდა პროტესტი და სამართლიანი, არ უნდა იყოს მშვიდობიანი. არ ვიცი ხა შეიძლება ჩემი უნების და ხასიათის პრელი აქვს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით თუ თქვენ ეს გეამაყებათ რომ ქართულმა ხალხმა ესეთი ნაბიჯი გადადგა და ძალიან კარგია, მე მესირცხვილება, იმიტომ რომ სამაგიეროდ ქართულმა ხალხმა, ქართულმა ოჯახებმა მიიღეს ძალიან ბევრი უკანონო პატიმარი, ბევრი პოლიტპატიმარი, უამრავი ტერორი, ბიზნესის, მცირე ბიზნესის, ყველაფრის. ეს არის ნამდვილად ჩემთვის ძალიან სამარცხვინო. ის რომ 300,000 ადამიანმა ვერაფერი ვერ შეცვალა, მაშინ მთელი საქართველო და მთელი ქართველი ერი ვერაფერს ვერ შეცვლის. ჩემი აზრით. ჩემი მე მესმის თქვენ ნამდვილად ბევრ ადამიანს გააჩნია იგივე აზრი, როგორც თქვენ გაგაჩნიათ, მაგრამ ეს ნაბიჯები, ეს აქციები, ორგანიზებული წარმოიდგინეთ 300,000 ადამიანი, როგორც თქვენ ახსენეთ, ყველა ერთად ამ აზრზე იმიტომ იყო, გეტყვით, რატომ გააკეთა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სული გამოცდილება გვახსოვს. ჩვენ გვახსოვს რამოდენიმე ზმათამბლალი ომი, ქართულ ხალხს, ქართული სისხლი ახსოვს. თუმცა არანაკლები სისხლი მივიღეთ ჩვენ პატრულების მიერ და ასე შემდეგ. იმთაობას მით უმეტეს რომელიც ძირითადი ნაწილიც იყო 300,000-ად. მე ნაკლებად მახსოვს, მე უფრო სატელევიზიო გადაცემებიდან მახსოვს. პატარა ვიყავებში, მაგრამ ამ ხალხს თვალწინ არის, ნახე როგორ ეყურებოდათ მეგობრები, ძმები, დები, მამები, შვილები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ნაბიჯი ჩემი აზრით ერთხელ გადასადგმელი იყო. ერთხელ მაინც, იმიტომ რომ თუ შეიძლება რაღაცის გაკეთება, უნდა სადო მაინც რომ გააკეთო მშვიდობიანად, იმიტომ რომ ეს უნდა გაკეთდეს და გასაკეთებელი იყო ნამდვილად. დღეს რეალობა მივიღეთ ხარ, რომ ის ლიდერები, რომლებიც ესე მშვიდობიანი სრულობას მოყვებოდნენ და არაფრით არ დაუშვეს იქ რაიმე პროვოკაცია ან რაიმე ცვლილებებზე ლაპარაკი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ყველა მათგანი ძალიან მშვიდად ელოდება არჩევნებს, რომ მიიღოს გარკვეული ხმები, მანდატები და მოხდეს სხვადასხვა თანამდებობებზე. მე პირადად რჩება ესეთი შთაბეჭდილება ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა, რომელიც დღეს არჩევნებს ელოდება, რომ ყველა მათგანი მიდის ქრისტიან დემოკრატების. გაქცევ რა მეკითხება? რა თქმა უნდა გამცეთ პასუხი ყველა. კარგი, აქ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქრისტიან დემოკრატებზე და ხალხთა შორის ნიჰილიზმზე და რაღაც გამონათქვამებზე. მე გეტყვით, ქართული პარტია არ არის ორგანიზაცია, რომელიც ელოდება რაღაცა არჩევნებს, რაღაცა მანდატებს, რომელიც შემდეგ გაყიდის და ქართული პარტიისთვის პოლიტიკაში მოღვაწეობა არ არის ბიზნესი. მე გარწმუნებ და მე ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ქართული პარტია არსებობს მუდამ. მე გაგახსენებთ ძალიან დიდ წარსულს ჩვენი ცხოვრებისას. ეს იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ერთი პარტიული, ერთ ადამიანზე ჩამოყალიბებული პარტია, რომელიც ბატონი ედუარდი წავიდა პოლიტიკიდან და დაიშალა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. ეს გაგახსენებთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ლიდერიც არის და ეს არის ერთი კაცის პარტია, მიშა სააკაშვილი, რომელიც წავა ერთი კაცის პარტია. არა, ერთი კაცის პარტია, გეტყვი ეხლა, მანდ არის ერთი ადამიანი ლიდერი, ხო მე ცოტა სხვა რამის თქვა, ეხლა დავამთავრებ ძალიან. ანუ ერთპიროვნული კი, არ ერთპიროვნული მმართველიც არის. ეს არის ერთი კაცის პარტია და ერთი კაცია. არა, აქ ძალიან დიდი განსხვავებაა. მიშა სააკაშვილი, როდესაც წავა და დაამთავრებს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას და ის ძალიან მალე ეს პარტია ისევ დაიშალა. ჩვენ ვაშენებთ სხვა
ორგანიზაციას, სხვა პარტიას, ჩვენ ყავს 5 ლიდერი, 5 პროგრესული მოაზროვნე ადამიანი, რომელიც შექმნის ძალიან ძლიერ ორგანიზაციას. მოდი დამთავრდება შენება და რეალურად არა, შენება დაწყებულია, შენება დამთავრდება ძალიან, მაგრამ ჩვენ ვითარდებით, ჩვენ ვიждდებით თითოეული ადამიანი აზრობთ ევროპაში. რა იქნება პირველი ნაბიჯი ქართული პარტიის მიერ გადადგმული ამ ხელისუფლების შესაძლებლად? წინა შეკითხვაზე გაგცემთ რა პასუხს თუ შეიძლება რა. თქვენი კითხეთ როგორ არის ნაციონალური მოძრაობა ერთი კაცის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ ყოფი პარტია. ეხლავე გეტყვით ძალიან მარტივად. ქვეყანას შევხედოთ რა. პრეზიდენტი ყავს მოქალაქეთა კავშირის ლიდერი ხო? ეს სამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხო არის? მოქალაქეების ლიდერიც. საქართველოში პრეზიდენტი ყავს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, როგორი უნდა იყოს ხიდი, როგორი უნდა იყოს ძეგლი, სად რომელი ძეგლი უნდა იყოს, სად რომელი ფასადი რა ფრად უნდა შეიღებოს და გადაგვაჭრელეს უკვე კარგად ხედავთ ხო? სად რომელი ადამიანი უნდა დაინიშნოს, სად რომელი ადამიანი უნდა მოიხსნას, მოიკლას, ციხეში დაიჭირენ ერთი ადამიანი წყვიტავს ამ ყველაფერს, ყველა ვგრძნობთ ამას ხო? ამის მერე რომელიც არის ერთი კაცის პარტია, ეს არის ძალიან პირველი შეკრული, ძალიან პირველი დიქტატორია, არა მარტო სახელმწიფოსი და ქართველი ძალიან მაგარია და ძალიან უახლოეს მომავალში, როდესაც აღარ იქნება ეს ხელისუფლება, აგერ ნახავთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა აღარ იარსებებს და ეს იქნება ამის ბედნიერი ვიქნები მე თუმცა ვერ გეტყვი რომ ჯერა რომ უახლოეს მომავალში ეს ხელისუფლება არ იქნება. გამოვდივარ ნაციონალური მოძრაობის დამცველი. ეს ხელისუფლება რომ ვაცალოთ და ჩვენ რო არ გავუშვათ ხო? იმდენ შეცდომას და იმდენ ბოროტებას აგროვებს. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა უკვე ისეთი გამოუსწორებელი, რაც ქართულ ხალხს არ დაეპატიებინა, მაგრამ აპატიებს. რომ მრავალს აპატიებს. აი თავის ნავში მცოდვების იმდენ კენჭს და ეს უკვე ზედმეტი მოიკითხება და ზოგადად მატერიალურად იმშელოთ. იმდენს აგროვებს, თვითონვე ჩაიძირება, რომ ვაცალოთ და რომ არც არ მითები, რომლისაც მითები არ არის, ეს რეალობაა და რატო? მაგრამ ჩვენ თავარი მიზანი ის კი არა, გავუშვათ და სადღაც მე მოვასვენოთ რომელიღაც თბილ კუნძულზე, ოქროს ქვიშებზე და ასე შემდეგ. ჩვენი თავარი მიზანი არის ის, რომ აი ამათ რომ გავუშვათ, კონკრეტული ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხი მოვთხოვოთ, მარტო იმიტომ, რომ შემდგომში მე მოვალ ხელისუფლებაში, შენ მოვალ თიკო ხელისუფლებაში, ჩვენი მეგობრები რომ ხელისუფლებაში კონდეთ ნათელი მაგალითი იმის რომ ყველა შეცდომას საპასუხისმგებლო რეაქცია მოხდა. ის რეაქცია იყო ძალიან ეს მითები დაიმსხვრა უახლოეს მომავალში. ეს დაკვეთა. ჩვენც რომ არ გავაკეთებთ თავისით შესრულდება, მაგრამ ჩვენ ქართული პარტია მოძლიერდეს, ან თუნდაც კონსერვატული პარტია თქვენ არ გადაგეკიდეთ ნამდვილად, ან თუნდაც მოძლიერდეს სახალხო კრება და დაიწყონ 2 წლიანი, 3 წლიანი მონოლაპარაკებები საარჩევნო მაცადეთ, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და როდესაც 2013 წელს, როდესაც იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, მზად იყოს ქართული პარტია, სახალხო კრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხალხის დაკვეთა არის დაუყოვნებლივ შეცვლა ამ ხელისუფლებას. იმიტომ რომ იმ ადამიანების მშობლები, რომლებსაც შვილები დაუხვეწეს, ის ადამიანები, რომლის შვილებიც უკანონო პატიმრები, პოლიტპატიმრები არიან, ვერ დაელოდებიან ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის გაძლიერებას, მათ უნდა დაუყოვნებლივი რევანში. აი ამაზე რა პასუხი შეუძლია გასცეს, თუნდაც იგივე ქართულ პარტიას, სახალხო კრებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ველოდები და მე ვძლიერდები? ეხლა ვეკითხით. მაგ კითხვაზე პასუხსაც გაგცემთ წინა შეკითხვის პასუხით. თქვენ კითხეთ რომ თქვენ ძლიერდებით ბრძოლას იწყებთ ხო? ჩვენ ბრძოლას კი არ ვიწყებთ, ჩვენ ბრძოლა დიდი ხანია დაწყებული. თითოეულ ჩვენთანაც, რომელიც პარტიაშია, თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც საქართველოში ადამიანი კლავი ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც 2007 წლიდან დღემდე ვერაფრით ვერ ახერხებს ამ ხელისუფლების შეცვლას. არა მარტო ლევან გაჩეჩილაძეს, ზოგადად ამ ოპოზიციას. ან თუნდაც ნინო ბურჯანაძეს რატო უნდა ენდოს? რატო უნდა ენდოს ამ ადამიანს? სიყვაზე არ ვენდო, ეს პიროვნული არის, ხო? არ ვენდობთ ლევან გაჩეჩილაძეს, ვენდოთ სოზარ სუბარს. არ ვენდობთ სოზარ სუბარს, ვენდოთ ეროსიკი ძმარიშვილს, ირაკლი ოქლუაშვილს, თუ კოკა გუნცაძეს და რატო? ეხლა ვიგეთქვით. გუნდი რომელიც შეიკრა, უკვე გასვდა ეს ფრაზა, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს რეალობაა, ეს ფაქტია. გუნდი რომელიც შეიკრა არის ის გუნდი. შეუცდომელი არავინ არ ვართ, ხო? ყველა დღეში 1000-ზე მეტ შეცდომა შეიძლება უშვებდეთ, მაგრამ ეს ხალხი, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ნამდვილად ვსაუბრობთ ამ შეცდომებს. გასავლელ გზებს გავდივართ და რაც თავარია, რატო აქვს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას სერიოზული პერსპექტივა. ეს ხალხი ისეთი საზოგადოება შეიკრა ერთმანეთში, რომელსაც პირადად ურთიერთობაში უშუალოდ შეუძლიათ, აი სიტყვაზე დაუშვა ერთმა ხომ შეცდომა, მოუტრიალდება თუ 4-ვე არა 3 მაინც და ეტყვის რომ იცი რა ჩემო მეგობრო,
რომ შენ აქ არ იყავი მართალი და ეკნება იმის ძალა და იმის ბერკეტი რომ ეს შეცდომა გამოასწორებოს. აი ზუსტად ამას უნდა ვეთქვით. პიროვნებებს კი არ უნდა ვეთქვით, უნდა ვეთქვით რეალობას და უნდა ვეთქვით სიმართლეს. და ამ სიმართლეს თქვენ ძალიან მალე დაინახავთ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ლერი მაგნიშნაც ეხლა არ ვიბრძვით მანდატებისთვის, თბილი კაბინეტებისთვის, თუნდაც იმისთვის არ ვიბრძვით რომ გრანტები მოვიგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება, ხო? ამავე მიზნების გადასადგმელად შეიქმნა მოძრაობა დაიცავა საქართველოს. მართალია იგი არ იყო პოლიტიკური. რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ მიზანი ამ მოძრაობისაც იყო იგივე, თითქმის რაც არის ამ პოლიტიკური პარტიას. აქტიურად აგრძელებს მოქმედებას იმას დავესწრებ. აქტიურად აგრძელებს. მე მახსოვს თეატრი ათონელზე ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც სიტყვითაც გამოვიდა და ძალიან აჟიტირებული ვიყავი და იმის მერე მე დაიცავა საქართველოს აღარასოდეს აღარ შემოხვედრია. მეც ვარ წევრი ამ ორგანიზაციის. საწავიდან ესეთი ორგანიზაციები. ხომ არ არის მორიგი მათგანი სახალხო პარტია. სულ რაღაც ერთი ქართული პარტია. სამი გვერდში ნაკი ხო მათი ყრილობა ესე ვთქვათ. ეხლა ვიგეთ ჩვენ საუბრობდით ხალხის დაგვეცას. ამდენი წლის შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ ტიკო ჩვენ საუბრობდით რომ ორგანიზაცია არსებობს. ჩვენ საუბრობდით იმაზე რა ქვია ხალხის დაგვეცაზე. ხალხი უკვეთავს ჩვენ რაღაცას. ხო ზოგადად რა უნდა ხალხს თვითყოფადობა უნდა პროგრესი უნდა კეთილდღეობა უნდა ჩვენ თავაზობთ ამას კი ყველაფერი კარგია ეს და ყველაფერი კარგს ეს სამი კომპონენტი შეიცავს ხო თითოეული ეს სამი კომპონენტი თვითყოფადობა პროგრესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კეთილდღეობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის საქართველოსთვის რომელიც გადაარჩენს ამ ხალხს რაღაცა გადაგვარებისგან გადაჯიშებისგან ამ ლიბერასტებისგან და 1000 საშინელებისგან ახლა უბრალოდ ჩვენ შევხედოთ თუ რა ხდება ინსტიტუტებში უნივერსიტეტებში რა სასწავლიან რა ღირს დღე ახლა გადასახადებით თუ როგორი რთულია ახლა სწავლა და როგორი პოლიტიზებულია უნივერსიტეტი თითოეული სასწავლებელი მანდატურაში რომელსაც არის 500 ლარი ხელფასი და მასწავლებელს რომელიც დის ბავშვს და 11 წელი მასწავლებს 120 ლარი ხელფასი და რთულია ათენებს დაასაქმეს მანდატური ხო როგორ მანდატური რომელიც არის პოლიციური და ვანოს ისრაფი აგენტი ხო ახლა დააბილი ახალგაზრდა დაასაქმეს და თავის მოჭრა სიცხე და თავის მოჭრა ძალიან ბევრი რამეა ოჯახებში ბავშვებს აშინებენ ეხა მანდატური მოუწოდე იმ ბავშვს ეს ოჯახების პრობლემაა მაგრამ მე პირადად ოჯახში ბავშვი ჩემი დეიდაშვილი რომელიც არის 7 წლის და ის აშინია მანდატურის რომ ყველგან მანდატური ელანდება მაგრამ ეს კიდევ არაფერი მოდი გადავიდეთ კონკრეტულად შეთიკომ კარგად ახსენა რეალურად დღეს ხვალზე ერთი თვის მერე რას აპირებს ქართული პარტია. რა იქნება პირველი ნაბიჯი, რასაც ის გადადგამს, ან თუ იყო უკვე ასეთი ნაბიჯი გადადგმული ყრილობის გარდა. ყრილობა ეს არის უბრალოდ ორგანიზაციული საკითხი. პირველი ნაბიჯი იყო ყრილობამდე ის რომ ზოგადად პარტიის ლიდერებმა, ზოგადად მე ლერი შოთიკო იმ ადამიანებმა რომლებიც ერთმანეთის გვერდში დგავართ, იმ ადამიანებმა რომელიც ბრძოლის აი ამ ფლანგზე დავდექით და დავიწყეთ ბრძოლა გავაგრძელეთ უბრალოდ ჩვენ ეს ბრძოლა მართლა დიდი ხანია დაწყებული გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს იმიტომ რომ არის ხალხის კატეგორია რომელსაც ყოველდღე ჭირდება იმისთვის ბრძოლა რომ სახში საჭმელი მიიტანოს რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ეს და პირველი ნაბიჯი ზუსტად ის იყო რომ ჩვენი პიროვნული საერთოდ ქართველები ამბიციურები რომ ჩვენი პიროვნული ამბიციები თუნდაც კეთილდღეობა ჩვენი რაღაც მომენტში ხო გადავდეთ პირადი ცხოვრება გადავდეთ რაღაც მომენტში გვერდზე რომ ერთიანი და საერთო საქმე გვეკეთებინა, რასაც ჩვენი სამშობლოს განვითარება ქვია და ამ მანკიერი რეჟიმიდან ხელიდან გამოგლეჯვა, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხმარ ამ გაცვეთილ ფრაზას, მაგრამ რეალობა ჩვენ სკოლის წინაშე კი არ ვდგავართ, ჩვენ უკვე ვარდებით ამ სკოლაში, ჩვენ უკვე გზაში ვართ და სამწუხაროდ ამ ხელისუფლებას თუ არ შევწვით, ხო, ძალიან წარეთ დავეცემთ. ძალიან წარეთ. და პირველი ნაბიჯი იყო ის რომ ეს ამბიციები გავწიეთ გვერდზე შევიკარით ერთ მუშტად ერთ დამრტყმელ ძალად რომელიც მზადაა ბრძოლის ნებისმიერ ველზე ნებისმიერ ადგილას იბრძოლოს და ჩაებას ამ ყველაფერში ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის აი ეს არის ქართული პარტიის პირველი ნაბიჯი გახლავთ თითო 5 ადამიანის 5 ლიდერის თავისი ამბიციების დათმობა გვერდზე გადადება და საქართველოსზე ფიქრი, საქართველოს გადარჩენის ფიქრი. აი ეს არის პირველი ნაბიჯები. გთხოვ შევტიკო ძალიან დიდი ბოდიშ ჩაგეჭირდათ რომ წაგართვე.
ან მაგა ინტერესებს თვითონ პირველი ნაბიჯები რა იყო გადადგმული და შემდეგ როგორ ვაპირებთ გადადგმული. თუნდაც ამაზე პასუხი გამცეს თუ პასუხი თუ არა სხვა კითხვაც მოხდა. კაი, ცვლად ახლა რაღაც პირველ ნაბიჯებზე იყო საუბარი რომ მართლაც 5 ლიდერი შეიკრა ერთად და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეხედულება, გამოსავალი რაში არის, როგორ შეიძლება ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაყენოთ ფეხზე და სურვილებს, რა თქმა უნდა, ვისაც ინტერესი გაუჩნდება, ყველასთვის ქართველი ადამიანებისთვის კარები არის ქართულ პარტიაში და მოუზადდნენ, ვისაც უფრო მეტი ინტერესი აქვს და მეტად უნდა რომ ჩართული იყოს ამ საქმეში. მე კიდე თქო ერთი რაღაცა მინდა გითხრა. მე ხა მოკლებული ვარ ამ მე ხა დავიწყე ეს მოქმედება საერთოდ არ გამოდიოდი არც რადიო მაუწყებლობებით, არც სატელევიზიო ვებებით, პირდაპირ ეთერებით და ეგეთი რაღაცებით. მაგრამ აუცილებლად მინდა დავაფიქსირო ერთი რაღაცა. შევხედით ბავშვებს, სასწავლებლებს, მანდატურებს, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ პრობლემას, მართლაც იცი შენ კარგად ჩემო, რამდენი პრობლემა არის თავის მშობლებისთვის ლოდებად დადებული 8,000 და 10,000 ლარები ამ რეპეტიტორებთან, შემდეგ დევნა ამ ბავშვების თავის სუფალი აზრის გულისთვის და ასე შემდეგ. და ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის, მაინტერესებს და გთხოვთ თქვენ მაუწყებლობას, რომ ეს უფრო მეტად დასვათ ხალხში ეს კითხვა. გავიგე რომ არის ჩამოხსნილი სალოცავი კუთხე არ არსებობს საჯარო სკოლებში და არის გაუქმებული და მე პირადად ეს არ ვიცი რომ ეს მე მეჩვენება რაღაც საშინელებად და ვერ ვიტყვი რატო აკეთებენ ამას საჯარო სკოლებში რომელიც მადლი გადმოდის არ არის ყველა წერტილში არ არის სალოცავი კუთხე ერთი სალოცავი კუთხე რო არსებობს სკოლაში თელ ბავშვებზე ორი ადამიანის პირჯვარის გადაწერა და გულში ლოცვა თელ სკოლაზე მადლის გადმოსვლას ნიშნავს და გთხოვთ ამაში უფრო მეტი კითხვა დასვათ რატო არის საჯარო სკოლებში გაუქმებული სალოცავი მართლმადიდებლური საოცირებელია და პლუს ამას და ბავშვების ემაც ბევრია ყველამ კარგად მოვისმინეთ ამ საპროტესტო აქციების შემდეგ ბატონი პრეზიდენტის გამოსვლა და როგორ ეძახა ოროსნები ამ ბავშვებს ხომ ბავშვს თუ არ ასწავლე ის ვერაფერს ვერ ისწავლის. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბავშვებს სკოლაში რასაც ასწავლიან, თუნდაც ქართულ ენას, თუნდაც ფიზიკას, გეოგრაფიას, არ ვიცი კიდე რა საკრები ისწავლება, ეხლა უკვე იმდენად შეიცვალა და დაირია ყველაფერი, რომ ის ბავშვი სკოლაში რასაც სწავლობს, თუნდაც ქართულ ენას, იმ გაკვეთილის მერე საღამოს არ უნდა მიდიოდეს რეპეტიტორთან და არ უნდა იხდიდეს დამატებით ფულს. ანუ უნდა ხებულობდეს ამომწურავ განათლებას და ინფორმაციას იმ საგანზე და არ უნდა ჭირდებოდეს გამოცდებისთვის კიდე ცალკე მზადება. განათლების დონე არის 0 სკოლებში ახლა. სამწუხარო, ძალიან ცუდი. ამაში ძალიან კარგად ვარ ჩახებული, რომ ჩემი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული განათლების სფეროში და ზოგადად დეტალი. არ უნდა დადიოდეს ბავშვი რეპეტიტორთან იმ თუ მე სიტყვაზე ინგლისურს მასწავლე, მაგრამ გერმანულად და მაშინ ვიმუშავე. სწავლების საათების შემცირებიდან დაიწყო ეს ყოველივე, როდესაც იგი 8 საათიდან 5 საათამდე. საშინელი. 2 საათი იყო კვირაში 3 დღის განმავლობაში ქართული ენა და ყოველდღიურად თითო საათამდე დაიყვანეს და კიდევ ძალიან ბევრი ნიუანსი განათლების სფეროს უბრალოდ ახლა რომ შევეხოთ ძალიან შორს წავალთ მე მინდა ჩვენი გადაცემის დასასრულ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ ბოლოსთვის შემოვიტოვე თქვენ ხართ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ სახალხო პარტიისა მაინტერესებს როგორ აპირებთ დღეს ურთიერთობას თვითონ ახალგაზრდებთან გასაგებია რომ არის პრობლემები სტუდენტები მიძინებულები და ასე შემდეგ და თუ გაქვთ რაიმე თანამშრომლობა დაგეგმილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვა პარტიების ახალგაზრდული წევრებთან და ასე შემდეგ ორივე შეგიძლიათ მიპასუხოთ პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია რომელიც ეხლა იგავს ფეხს ჯერ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩანასახშია მაგრამ განვითარდება და განვითარების გზას გეტყვით ახლა ორიოდე სიტყვით ჩვენ ვარ ვიქნებით ისეთი პარტიული სტრუქტურა რომელიც ზოგადად მშრალად იქნება მიმდინარე პარტიულ ორგანიზაციაზე და გაახმოვანებს ყველა იმ დირექტივას
ანუ მარტო მიტინგებზე თუნდაც ან დროშების საქმნელად თუნდაც არ ვქნით ჩვენ ამ ორგანიზაციას ვქნით იმისთვის პირველ რიგში და პირველი მიზეზი არის ჩვენი ორგანიზაციის შექმნის ის რომ ახალგაზრდობამ გაიგუძოს იმიტომ რომ ინსტიტუტებში ბევრმა იგივე არასამთავრობო პარტიებმა ცადეს ახალგაზრდების გაგვიძება თუმცა ამ ხელისუფლებას ყველაზე დიდი რესურსი რაც არის ახალგაზრდები ყავს ძალიან კარგად გადაბირებული სამწუხაროდ ძალიან ბნელი მეთოდებით ბნელი მეთოდები თუმცა ძალიან დიდი ბოდიში მე ჩემი აზრი რომ არ გამოთქვა ამასთან დაკავშირებით ამას ხელი შეუწყო თავად ოპოზიციამაც ვინაიდან მე მახსოვს აპრილის აქციების დროს თუ ნოემბრის აქციების დროს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ აძლევდნენ საშუალებას თავად ლიდერები რომ საკუთარი თავი წარმოიჩინათ მიემართათ საზოგადოებისთვის მე მინდა ვთქვა რომ ლიდერები იმდენად იყვნენ ძალიან ცუდი სიტყვა, მაგრამ დახარბებულები ტრიბუნას, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად არ აძლევდნენ საშუალებას. ჩემ თავზე მაგ გამოცდილი მე ძალიან დიდი ხანი ამ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში და მოძრაობებში ვარ ჩართული. არ აძლევდნენ საშუალებას იმისას, რომ ახალგაზრდას მოეხდინა თავის პრეზენტაცია. ეს არის აი ყველაზე დიდი პრობლემა და როდესაც შეხვედრა იყო ქართული პარტიის ახალგაზრდებთან, მე ვიყავი იმ დარბაზში. კარგია თუ გახსოვარ და აი ამას რო უყურებდი, მინდოდა ეს მეთქვა, რომ რა არის აუცილებელი, უბრალოდ მე რო აღარ მოწესი სამწუხაროდ. რა არის აუცილებელი? მეორე მინდოდა. დარბაზიდან დავსვიკითხო და კიდევ მინდოდა ჩემი აზრის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ჩვენ ყველანი თქვენ ჩვენ ახლა რაღაც ოჯახური საუბარი გამოგდის, მე მგონი რომ ძალიან კარგია თუ კი ჩვენ ყველანი ჩვენ კიდევ სხვები გავხდებით მისაღები ადამიანები, კარგი ადამიანები, ნათელი სახეები, წარმატებულები და არა როგორც დღეს საზოგადოებაში მუსრებს აზრი რომ ოპოზიციაში არიან მარტო ბომჟები, საცოდავები და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ. ჩვენ ზუსტად მაგ ზუსტად აი ამ კუთხით კი არ ვაპირებთ ამ კუთხით მუშაობა ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. შესანიშნავ ღონისძიებებს შევიმუშავებთ, იმედია შემდგომშიც მოგვეცემა თქვენი ეთერით სარგებლობის უფლება და სიამოვნებით დაგისახავთ ამ გეგმას უფრო კონკრეტულად. კარგი იქნება თუ რაღაც დროს დავუთმობთ ამ საკითხსაც, სხვა დროს თავისთავად ეხლა დრო არ გვეყოფა. Სუსტად არ კუთხით ვიწვით. პირველ რიგში ახალგაზრდობა უნდა გავაგრძელოთ, შემდგომში დამოუკიდებლები ვართ ჩვენ. ანუ ეხლა რომ აღნიშნე რომ ჩვენ შრალად არ ვართ პარტიულ სტრუქტურაზე მიბმული, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სოციალური ორგანიზმი, რომლისთვისაც ყველა ტრიბუნა და ყველა ოთახის კარი ღია. თავისუფლად ვართ დიალოგის რეჟიმში ყველასთან და ვართ დამოუკიდებლები. ჩვენ აი აქამდე რაც კი წამოვაყენეთ ყველა ის საკითხი თუნდაც საქველმოქმედო ნაბიჯი იქნებოდა თუნდაც ყრილობა თუნდაც აი ელემენტარულიც რომ ავიღოთ ხო ყველაფერში იყო თანხმობა ანუ ჩვენ არავინ არ გვსურთავს ჩვენ გვაქვს ჩვენი ბრძოლის არეალი და ჩვენ ამ ბრძოლას მივყვანთ ბოლომდე და გეტყვით რატომაც ეს პირადად ჩემთვის ერთხელ უკვე ვთქვი და გავმეორდებოდ ეს პირადად ჩემთვის არის უკანასკნელი ბრძოლა და რატო არის მე ყველა ჯვარი წერია და მეც 24 წლის ვარ და სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ უკანასკნელი არის იმიტომ ეს ბრძოლა, რომ ამ ბრძოლასაც თუ წავაგებთ, ხო, საბრძოლო რის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, სამწუხაროდ აღარ დაგვრჩება. მაგრამ ის აღარ იქნება, რისთვისაც უკვე უნდა ხიბდეს თავის გასაგებად. ჩვენი სამშობლო აღარ არის. ყველას და საზოგადოებას ყველას მინდა გითხრათ, რომ უნდა იყოთ ბედნიერები და გიხარებოდნენ, რომ მოგეცათ საშუალება საქართველოს აი ამ წუთის სოფელში, როდესაც ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანას და საქართველოს შურები ვარ. არსებობს ქართული პარტია? არსებობს ქართული პარტია პირველ რიგში არა. თქვენ გაქვთ თქვენი პოზიცია და სიმართლის გულისთვის მაქსიმალურად თქვენ ბრძოლის უნარიანობას არ აგლებთ. და ქართული პარტია ყველას შეეხიდება თვითოულ ისეთ ადამიანს, რომელიც მზად არის როგორც პირველ რიგში არჩევნებისთვის და თუ ქუჩაში გახდა საჭირო ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზად, ძლიერები, რომ ხალხში აი ის გადადგმული ნაბიჯი ისტორიის საპატიოსაცემად აღარ მაგან ჩაიარა თავის ამოცანა შეასრულა და თუ ქუჩაში მოხდება გასვლა, ისეთი ძლიერები ვიყოთ, რომ ორივე მხარე და სამივე მხარე როგორი ფორმაც იქნება, ჩვენ ალტერნატივა ვიქნებით ხელისუფლების წინააღმდეგ და დავამარცხოთ შემდეგ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა, რომ ჩემი სტუმრები, მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ჟურნალისტთა კავშირ ობიექტივის დღევანდელი სტუმრები იყვნენ ირაკლი კაკაბაძე, შოტიკო იამანიძე და ლერი ლაფაჭი, ქართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ლიდერები ამ ორგანიზაციის, ახალგაზრდობის სულის ჩამდგმელები და ასე შემდეგ და მე ჩემი მხრიდან გისურვებთ წარმატება, პირველ რიგში თითოეული სიტყვა ყოფილიყოს მიღწეული თქვენი. კი ბატონო, ამას ძალიან მადლობა. შეწევნით გავაკეთეთ. რა თქმა უნდა და გისურვებთ რომ ნათელი სახეები ყოლოდეთ პირველ რიგში ახალგაზრდები, ნათელი სახეები რომ ჩვენ მიგეზიდათ სხვადასხვა შემდეგ უკვე ის ადამიანები, ვინც დღეს სამწუხაროდ დაძინებულები არიან, მე თიკო ნიგლაშვილი ვარ, დიდი მადლობა საინტერესო ეთერისთვის და დიდი მადლობა მაყურებელს რომ გიყურებთ.